მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს ისევ თქვენზე იქნება გათხოვილ ქალბატონებზე. რა გელოდებათ მომავალში? ნახოთ რა შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში. ახლა ლამაზად მოთავსდით, იფიქრეთ მარტო თქვენ თავზე. თქვი შენი სახელი და დავიწყოთ. ჯერ ნახოთ რა მდგომარეობით მოხვედი ამჟამად. და ვნახოთ რა მდგომარეობით ახარ მოსული. ჩემო კარგო, მიდიხარ წინ. ყველანაირად გინდა რომ გზები გაიხსნა. ციბრუტივით ტრიალებ, მაგრამ რა, კოროხში იმდენი მელაკო და ხალხი ყავს, სიბნელეში შედიხარ. ეს იცოდე. კარგი, ნახოთ ამჟამად რა პრობლემა გაქვს. ცოტა არ იყოს ძალა გამოლეული ხარ. მაგრამ იცოდე, მაგარი ფასი გადევს. ყველა რომ მადლობას გიხდის, ისეთი ხარ. კიდე რა ხდება? ამოგივიდა მთვარის შუქი, რომელიც ამ მთვარის შუქით იკვებები, ჩემო კარგო. ამოგივიდა ოჯახზე ფიქრები. მაგრამ ეს იცოდე, ოჯახი როგორი გაქვს იცი? ღელვები და ღელვები მოდის შენთან. ამჟამად ვცდილობ, რომ ყველასთან რაღაცა დისტანციურად იყო და სხვათა შორის შენთვის ძალიან კარგი იქნება. ცოტა დისტანციით იყავი. კარგი, მოდი ვნახოთ, როგორი ნეგატივებით მოხვედი ამჟამად. კიდე თქვი შენი სახელი, დაბადების წელი და ვნახოთ, რა ხდება შენთან. ჩემო კარგო, გინდა რომ წინ გაიქაჩო. მაგრამ ხედავ რაც უფრო წინ მიდიხარ, უფრო ბევრი რამე წყალში გეყრება. ბევრი მოთმინებაცა გაქვს, მაგრამ იცოდე, მტერიცა გყავს. ფრთხილად იყავი, ისეთი მტერი გყავს, შეიძლება საცაა გიკბენს. სადაც დაინახავ, არიდე თავი, ჯობია. აი, თვალიც გაქვს, კი, ნეგატივი გაქვს, მაგრამ როგორი ნეგატივი გაქვს, იცი? უკვე ამობრონდა ნეგატივი, ძალა გამოელია შენს ნეგატივს, ეს კარგი ნიშანია. ნახოთ კიდე რა ხდება. ძალიან ძნელიც რო იყოს, მაინც ბედნიერებისკენ მიდიხარ, მაგრამ რა არის იცი? ამ ბოლო დროს რაღაცა შიშები გაქვს. კიდე რა გაქვს? ფულზე ფიქრები გაქვს, სამსახურზე ფიქრები გაქვს, ლიდერობაზე ფიქრები გაქვს. რა გელოდება მაშინ? უყურე ახლა რას გეტყვი. აქ ჩანს ან ფული, ან ქონება, ან რაღაცა ნაკვეთი. ამაზე ფრთხილად იყავი. იმიტომ რომ შეიძლება ამის გამო მამაკაცია თუ ვინ გეყოლება გვერდზე, შეიძლება წამოიღოს შენსკენ ცოტა უშანსობა. აი ამას მიაქციე ყურადღება. კიდე რა გელოდება? გული ამობრუნებული გაქვს, მაგრამ სიყვარული მაინცა გაქვს. ერთი დღე რო სიყვარულით იდგე, მეორე დღეს თითქოს არც ისე კარგად არ ახარ. ამჟამად იცი რა, ძალიან ბევრი ენა დადის შენზე. ენა ყბათ ახარ აყოლილი. ეს ძალიან კარგად იცოდე. კიდე რა იცი? რასაც აკეთებ, ნუ ამბობ, იმიტომ რომ ყველა საქმე გიბჭდება. რას გაფრთხილებს კარტი? ზაკარტი რას გაფრთხილებს, იცი ჩემო კარგო? თუ ძალიან ბევრს ილაპარაკებ, ბევრ რამეს დაკარგავ. ფრთხილად იყავი. ამაზე უნდა იყო ფრთხილად, იმიტომ რომ ბოლოს
რაღაცა წროწუნებს მიჩვენებს, ხედავ? აქ ვირთხები წროწუნები ჩანს. რამე არ დაკარგო. ან შეიძლება რაღაცა ურთიერთობა ცუდად დაგიმთავრდეს, შეიძლება რაღაცა სასამართლო იყოს, ან რამე არ დაკარგო. ამას გაფრთხილებს კარტი. კარგი, ნახოთ ახლა რა გელოდებათ მომავალში. ნახოთ მომავალში რა გელოდებათ ძვირფასო მეგობრებო. უყურე კარტს. თქვი შენი სახელი. ჩაუთქვი შენი სურვილი და კითხე. რა მელოდება მომავალში? შენ სურვილებში. და დავიწყოთ. რა გელოდება? ჩემო კარგო, მალე ვიღაცა ქალბატონთან შეხვედრა გელოდება. დიდი სიხარული და ცვლილება გელოდება, რაღაცა ახალი ამბავი გელოდება. არ შეიძლება საბუთიც იყოს. კარგი. წარმატებას მიჩვენებს. კაზიონის ჩანს, ჩემო კარგო, მოულოდნელად, აი რა. ახალგაზრდა ბიჭი ჩანს. ეს შეიძლება უცოლშვილო ბიჭი იყოს, ან პატარა ბავშვი იყოს, ბიჭი ბავშვი ჩანს. კაზიონის სახლი ამოგდის, ეს ბიჭუნა ამოგდის, მოულოდნელად რაღაცა დიდი ჯავრი და რაღაცა საქმის გაპოსტავება გელოდება. ფრთხილად იყავი, აი ეს ბიჭუნაზე თუ რამე ფიქრები გაქვს. ან თუ რამე კაზიონის სახლზე დამოკიდებული საქმე გაქვს. მოულოდნელად მომავალში ჯავრი, ან ხმამაღალი ლაპარაკი და საქმის გაპოსტავება გელოდება. ფრთხილად იყავი. კარგი. მომავალში ნამდვილად რაღაცა უნდა გაგიპოსტავდეს. ისიც შეიძლება მიზეზი ბავშვი ბიჭი გახდეს. რაღაცა სახლის ჭერზე დარდი გაქვს, ფულზე დარდი ამოგივიდა. რა და გამშვიდებს ამ დღეებში? ამ დღეებში რა იცი? თუ რამეს ელოდები, ბევრი ლაპარაკი იქნება, მაგრამ ჯერ საქმე მოგვარება არ ჩანს, თუ ამ დღეებში რამეს ელოდები. ნერვიულობაც გელოდება, რაღაცა პატარა გულგატეხილობაც გელოდება, იცოდე? აქ უცოლშვილო ბიჭს ვხედავ, დიდი ბიჭია. თითქოს გვერდზე გიდგება რაღაცა ფული გიჩანს. გზიდან ვიღაცა ქალბატონი ჩანს, რაღაცა მაგიდა გელოდება. ხალხმრავლობას ვხედავ, ფრთხილად იყავი, ხალხმრავლობაში მოხვდები. მაგიდებიც ჩანს. მაგრამ იცოდე, რაღაცა შენი სიხარული ამ პერიოდში პუსტა სანერვიულო ჩანს. ამიტომ გაფრთხილებს კარტი. ფრთხილად. რო აცდე ამ ნერვიულობას, ეცადე ძალიან ხალხმრავლობაში არ შეხვიდე. ნახოთ კიდე. ვიღაცა ქალბატონთან გელოდებათ ლაპარაკი, ან რაღაცა თქვენ საქმეზე, ან შეიძლება ვიღაცა ქალბატონმა დაგირეკოთ, აი თქვენი სურვილი თითქოს ვიღაცა ქალბატონთან გექნებათ საუბარი და რაღაცა საქმის მოგვარება, საქმიანი ლაპარაკი გელოდებათ. აქ შავთმიანს ან ქვრივ ქალბატონს ხედავ. პატარა ნერვიულობით ამოგივიდათ, მაგრამ სიხარული ისევ გიჩანთ. ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ამოგივიდათ, რაღაცა კაზიონის სახლით ამოგივიდათ, ან სწავლით, ან სამსახურით, ან რაღაცა კაზიონური საქმის მოგვარებით. ჯერჯერობით, იმიტომ რომ ჯერ ამობრუნებულია ამათი საქმე. თქვენ რაღაცა ადგილის ცვლილება, მოულოდნელად რაღაცა სურვილის შესრულება გიჩანთ. ნახოთ აღჭერად კარტი რა დაგრჩებათ.
ნერვიულობის მერე სიხარული ამოდის. მამაკაცი ამოგდით, ან შავგვრემანია, ბედგამონაცვალია, ფორმიანია, ან ნაციხარია, ჩემო კარგო, რაღაცა საქმით. პუსტად დაგიდგებათ, რაღაცა გაცრუებით დაგიდგებათ, არ რამე არ მოგატყუოთ, ფრთხილად იყავით. ასე, რა დაგრჩათ? აქ მარტო კაზიონის სახლი მოულოდნელი ლაპარაკი გელოდებათ, რაღაცა ცვლილებაზე, ან რაღაცა ქონებაზე. აი ესეთი კარტი გაქვთ ძვირფასო მეგობრებო, ცოტა არ იყოს სანერვიულებები ბევრი გიჩანთ, მოუფრთხილდით თავს. ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ და დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.